თამბაქო კლავს ყოველ 7 წამში ერთი ფატალური შედეგი დიაგნოზი პირის ყელის ფილტვის, კიბო, უშვილობა და იმპოტენცია. მეცნიერები სიგარეტის უარყოფით თვისებებზე დღითიდღე უფრო აქტიურად საუბრობენ. იკვლევენ რეკომენდაციებს, წერენ და მწვერვალებს მავნე-ჩვევის გადაგდებისაგან მოუწოდებენ. დღეს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. თამარ გედევანიშვილი გიამბობთ. სიკვდილის ბილეთი ასე უწოდებენ ამ გამონაბოლქვს 21-ე საუკუნის მეცნიერები. შესუნთქვისა სიგარეტი და ნიკოტინი ჯერ პირში გუბდება, შემდეგ სასუნთქი გზების გავლით ფილტვებამდე აღწევს. სისხლძარღვების მეშვეობით კი ორგანიზმის ყველა წერტილში ხვდება. ყოველ წელს საქართველოში ფილტვის კიბოთი ავადდება დაახლოებით 1200 პიროვნება. მოწევა იწვევს და ხანგრძლივი არა მარტო ფილტვის კიბოს, არამედ პირის ზღვრს, ენის ზღვრს, ხორხის, ცხვირხახის სიმსივნეს. თამბაქოსგან ყოველ 7 წამში თითო ადამიანი იღუპება. ერთი ღერი სიგარეტი 20,000-მდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. შემადგენლობის 60% კანცეროგენულია. თამბაქოს შეუძლია როგორც მამაკაცთა იმპოტენციის, ასევე ქალთა უშვილობის, ახალშობილთა სიმახინჯეების და სიკვდილიანობის გამოწვევა. ორსულობის ყველა ცუდი გამოსავალი, სპონტანური აბორტები, თვითნებითი აბორტები, ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს შიდა ზრდაში შეფერხება ნაყოფის, დღენაკლულობა, რაჩობადობაც საკმაოდ მწევრებში საკმაოდ მაღალ პროცენტთან ასოცირდება. BBC-ს მონაცემებით სიგარეტის პასიური მოწევისგან გასულ წელს 600,000 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა 1/3-ს ბავშვები შეადგენენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 192 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევით პასიური მოწევა ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ბავშვებისთვის წარმოადგენს. ავითარებს ასთმას და პნევმონიას, ასევე გულის დაავადებებს. კანონის მიხედვით იზღუდება ყველა ტიპის დახურულ შენობა ნაგებობებში გვაქვს შეზღუდვის რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ ცალკე მოსაწევი ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი მწევრებისთვის. თუ ასეთი მოსაწევი ადგილების გამოყოფის საშუალება არ არის, მაშინ სრული აკრძალვის რეჟიმი გვაქვს. საქართველოს კონვენციის აღსრულების თვალსაზრისით ერთ-ერთი ბოლო ქვეყანათაგანია. იმიტომ რომ გვაქვს კარგი კანონი, მაგრამ მისი აღსრულება ფაქტიურად არ ხერხდება. ნიკოტინ დამოკიდებულება ეს არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და მძიმე დამოკიდებულება და ხშირ შემთხვევაში ადამიანი ვერ ებრძვით მხოლოდ მისი ასე ვთქვათ გადაწყვეტილების ხარჯზე და საჭირო ხდება რაღაც დამხმარე საშუალებები. 21 საუკუნეში უკვე არსებობს ასეთი საშუალებები და საკმაოდ წარმატებულად ყოველგვარი სტრესის გარეშე ხდება საკმაოდ დადებითი რეზულტატის მიღწევა, ანუ განკურნება. დღეს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ნიკოტინთან ბრძოლები ამბობენ, რომ საქართველოში მიღებულ საერთაშორისო კონვენციებს არ ასრულებენ. აკრძალვის მიუხედავად ეწევიან მასობრივი თავშეყრის და სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებებში, სკოლებში და რესტორნებში. კვლევებმა აჩვენა, საქართველოში ყოველი მე-10 სიკვდილის მიზეზი სწორედ თამბაქოა.